გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი დღეს მე ვიმყოფები კაკლის ძირთან. ნუ ეხა უბრალოდ იმისთვის დავიჩოქე რომ და დავიკუზე რომ და მინახოთ რა თქმა უნდა და მინდა გაჩვენოთ მეგობრებო კაკლის მყნობა. ანუ მე თქვენთვის უკვე ნაჩვენები მაქვს კაკლის მყნობა კვირტით, არ მაქვს ნაჩვენები, მაქვს ნაჩვენები კალმით, ორი მეთოდი მეგობრებო. მე რამდენადაც ვიცი არსებობს 4 მეთოდი, ანუ კალმით 2 მეთოდი, მესამე მეთოდი, რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, კალმით და არსებობს კიდევ კვირტით მყნობა. კვირტით მყნობას მე შევეცდები ამ ზაფხულს გაჩვენოთ მეგობრებო და ახლა დავიწყოთ კალმით მყნობა, მესამე მეთოდი, ანუ რაც მე თქვენთვის არ მიჩვენებია. და რა თქმა უნდა ამ ვიდეოს მეგობრებო მე თქვენ გაჩვენებთ მაშინ, როცა გაიხარებს. სანამ არ გაიხარებს ჩვენებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ YouTube-ის სივრცეში ძალიან ბევრი სარგებლობენ მაგით, რომ უბრალოდ ამყნობენ, აჩვენებენ პროცესს, არც არაფერს არ იძახიან და რა ვიცი რატო არ იძახიან და როგორ გითხრათ, ანუ მით უმეტეს გახარების პროცესს აღარ აჩვენებენ ხოლმე. ესე იგი დავიწყოთ მეგობრებო. ესე იგი გვაქვს ჩვენ ორი ძირი, ანუ ერთ ძირზე გვაქვს გაორება და რა თქმა უნდა გადაჭრილი რომელიც არის იმას ვჭრით ხელახლა მეგობრებო და ვიწყებთ მყნობას. მე ახლა თქვენ გაჩვენებთ ყველაფერს. თან მიმდევრობით. და ვიწყებთ გადაჭრას ძირის. ანუ საძირის. ხერხი არ გვიჭრის, მაგრამ როგორღაც გავაჭრეინებთ და შემოbrunდე თორე ვერ ვუდგები. ობანა გადავჭერი ძირი. მეგობრებო, დარწმუნდით რომ არის ცოცხალი ძირი, მწვანე, ანუ მწვანე შრეები და ასე შემდეგ. და რას ვაკეთებთ მეგობრებო პირველ რიგში? პირველ რიგში უსწორებთ პირებს, ესე ვთქვათ. აი ესე ულამაზებთ გადახერხილ პირებს. მხოლოდ კანზე. ანუ საჭირო არა თვითონ გულზე გავუსწოროთ. იმიტომ რომ დანით ამას მაინც ესე თუ ისე ვერ შევძლებთ. გული არის მყარი, მოგეხსენებათ. აი ასე. ნუ გული შეიძლება ოდნავ ავაცალოთ, ოდნავ სანამ ეს დანა მოგცემს საშუალებას. აი ასე. მოდით უმჯობესი იქნება მე თუ თქვენ გაჩვენებთ თუ რა გავაკეთე მე მეგობრებო. აი ნახეთ. მე რა გამომივიდა? ნახეთ მეგობრებო. აი ეს გავაკეთე მე ამ ეტაპზე და რას ვაკეთებ შემდეგ? რა თქმა უნდა ერთ ხელით არ გამომივა და მინდა გაჩვენოთ რა თქმა უნდა ორი ხელით. აი ასე დავდგით ჩვენ ისევ ისე ჩვენი ტელეფონი. და რას ვაკეთებთ მეგობრებო? ვაკეთებთ მეგობრებო უბრალოდ ჭრილს, უყურეთ, უბრალოდ ჭრილს ვუკეთებთ. ესე იგი ჭრით ესე ვთქვათ ლოპომდე. ლოპო ანუ ეწოდება იმას, სადამდეც არის კანი და გულის შეერთება. აი ასე ვჭრით. რა თქმა უნდა ეხლა მე ბევრგან გავჭერი. მინდოდა რომ მეჩვენებინა. ესე ვთქვათ დაწვრილების და ასე შემდეგ. ამ კანს მეგობრებო აი ესე ვხსნით მერე ნელა ფრთხილად რომ არ დავხიოთ, ძალიან რომ არ დავხიოთ. აი ასე. საერთოდ კი აკეთებენ ხოლმე მეგობრებო კანის გამხსნელს აკეთებენ ხოლმე
ეს იგივე კალამია მეგობრებო, იგივე კალამი, რაც უნდა აქ ჩვენ ჩავურჭოთ, ანუ მამალი. საძირე რა თქმა უნდა მეგობრებო არის დედალი და დედალ-მამლის გარეშე რა თქმა უნდა ამ სოფლიოში არაფერი არ გამოდის. და ეხლა შემოგთავაზებთ მეგობრებო კალმის დამუშავებას. მეგობრებო შეხედეთ, აი ეს არის ჩვენი კალმები, 3 კალამი გვაქვს, 3 კალამი. არის რა თქმა უნდა მე ეს კალმები კარგ კაკალზე ავაჭერი სადღაც 3 დღის წინ და შევფუთე ნესტიან ნაჭერში. ნესტიან ნაჭერში შევფუთე. ეხლა ჩვენ გავხსნით ამას. გავხსენით და ეხლა მე თქვენ განახებთ კალმის დამუშავებას, მეგობრებო, კალმის დამუშავებას. ესე იგი, მაგალითად ეს ამას აქვს სიგრძე მეგობრებო, სადღაც 9 მეტრი. ამ 9 მეტრიდან მეგობრებო, მე გამოვიყვან როგორც მინიმუმ 2 კალამს. და რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ახლა პროცესს. თუ რაღაც არ მომეფარება. ესე იგი, მეგობრებო, ყველა ვარიანტში წვერს ჩვენ ვაჭრით, უბრალოდ ვაჭრით, ხედავთ, გადავჭერით. მერე ჩვენ ამ კალამს კიდევ ვჭრით ნახევარზე. ნახეთ? ნახევარზე გადავჭერით კალამი. ნახევარზე გადავჭერით. ხელებს გაუფრთხილდით, ხელები არ დაიჭრათ, ვინაიდან სამყნობი დანები ყველა არის ბასრი. ნახეთ, ხო? და ეხლა ვიწყებთ მეგობრებო კალმის დამუშავებას. აი ამ პროცესისთვის და ამ მეთოდისთვის. ნახეთ. აი ესე ვიჭერთ დანას, უსმევთ, აი, ნახეთ. ნახეთ მეგობრებო. როგორ მიყვარს ეს გამეორებები და აი უყურეთ მეგობრებო, ესე იგი 45 გრადუსზე მე ჩავთვალე. და წარმოიდგინეთ მეგობრებო, ეხლა ერთ მხარეს მეგობრებო არა მნიშვნელოვანი მარცხნივ იქნება თუ მარჯვნივ. აი ასე ჩავთვლით. კიდევ ჩავალამაზებთ ამას. აი ასე. ცოტა მოუმატოთ. და გეტყვით რას? დაბოლოებაში მეგობრებო, აი, დაბოლოებაში, აი მე კამერაზე ძალიან რთულია მუშაობა. აი დაბოლოებაში უკვე უნდა წავაჭროთ პირიქით აი ესე, აი. ნახეთ მეგობრებო? მიხვდით? აი ეს უნდა წავაჭროთ. დაბოლოებაში. ესე იგი. მერე ნახეთ მეგობრებო, ამას ვთვლის ჩვენ ასე, აი, ერთ მხარეს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მხარეს მეგობრებო. ნახეთ? ესე იგი, ერთ მხარეს ხელს არ ვახლებთ, მეორე მხარეს ჩავთვლით, რომ კანიკანზე მიედოს მეგობრებო. ორივე მხარეს არ უნდა მიედოს. წესი ესია და წესებს უნდა ავარღვევთ. და უყურეთ ახლა რა ხდება აქანე. ნახეთ? ნახეთ მეგობრებო. შეხედეთ მეგობრებო, შეხედეთ. აი ასე. აი ასე. ხედავთ მეგობრებო, რომელი მხარეს მე ჩავათვალე, ხო? რომელი მხარეს მე ჩავათვალე, ის მიედო კანიკანს. იგივეს ვაკეთებთ მეორე მხარეს მეგობრებო. აი ესე, აი ნახეთ. ეხლა ავთვლით ამას ბოლომდე. აჰა. ბოლომდე ავთვლით. ცოტა გადავხსნით მეგობრებო. აი ასე. ცოტა გადავხსნით. აჰა. რომ კალამს არ გაუჭირდეს ჩასვლა, ანუ მამალს დედალში. აი ასე. და დავიწყეთ კალმის დამუშავება მეგობრებო. კალმის დამუშავება დავიწყეთ. არ შეგეშალოთ თანმიმდევრობა, ანუ კვირტი ყოველთვის იყურება ზემოთ. ნახეთ მეგობრებო. რა თქმა უნდა ამ ვიდეოს გაჩვენებთ მერე როცა გაიხარებს. ნახეთ? ერთი კვირტი, ორი კვირტი, მესამე არ გვაქვს. ორი კვირტი ვაკმაროთ და არ გავგიფუჭდეს ორივე კვირტი. ესე, ნახეთ? ატყობთ რა გამოგდის მეგობრებო, ატყობთ? ატყობთ ხო? ატყობთ ყველაფერს კარგად?
და როგორც წეგან გითხარით მეგობრებო. აი, უყურით ამ ხარიდან რას ვაკეთებთ? აი, ამას ვაკეთებთ, აი, ამას. აი ასე. ჩამივარდა კალამი, ეს არა უშავრა და იგივენაირად, მეგობრებო, ნახეთ. მიხვდით ხო? მხოლოდ ერთ ხარეს. ნახეთ რა გამოდის. და ჩავსვავთ ამასაც ესე. გინდა არ გინდა მეგობრებო, ყველაფერი გამოდის ისე, როგორც არის დაპროგრამებული. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ რას გამოდის. ცოტა ამოვიღებთ ამ კალამს. აი ნახევარზე ჩავსვავრო, თქვენ გაჩვენოთ რას გამოვიდა მეგობრებო. ნახეთ. აი რა გამოვიდა მეგობრებო და რა გამოდის. ანუ თქვენ შემოგევლეთ, გამოდის ის, რომ რომელ მხარესაც ჩვენ თლით მეგობრებო, ხო? გვერდულად კიდე. წინა მხარეს რაღა თქმა უნდა თლით ისე, რომ აი ესე იყოს და ერთ მხარეს კიდევ თლით აი ასე მეგობრებო. ჩადის ესე და ნახეთ რა გამოდის ფიზიკურად მეგობრებო. ერთ მხარეს კანიკანს ედება, მეორე მხარეს უბრალოდ ეფარება. ესე იგი მესამე მხარეს მეგობრებო გავაკეთებთ იგივეს ახლა, ჩავსვავთ და გაჩვენებთ დამასრულებელ პროცესს, დამასრულებელს გაჩვენებთ. ეხლა ვნახავ კამერა მრაქნა. ხო, კამერა არის ისე როგორც უნდა იყოს. მომიტევეთ მეგობრებო, აქ რა თქმა უნდა დავბალთე და დავსერე, რასაც ქვია. არ მეპატიება. მაგრამ რას ვიზავთ? მოხდა ესე და მოხდა. არაფერიც არ მოხდა ბოლო ჯამში. მესამე კალამი მეგობრებო, იგივე ჭრილი წავიდა. იგივენაირად გადაეხსნა ოდნავ პირები. აი 1, აი 2. 1, 2. წავიდა კალმის დამუშავება მეგობრებო. ეხლა ჩვენ ავირჩიოთ რა კალამი. მოდით ავირჩიოთ თავი. ამას ესე გადავჭრით. ეს არა, ჩემი აზრით საჭირო. ესე და თავისუფლად შეგვიძლია ჩათლა ვაწარმოოთ მეგობრებო. აი აქედან. აი ესე. ხედავთ როგორ გამოდის. აი. მაგრამ მე ჩემი დაკვირვებიდან რაც არის მეგობრებო მიღებული, აი ძალიან დიდგულა კალმები არ მიგონებენ ხოლმე. დიდგულა კალმები. დიდგულას ვეძახი რომ სისარიელი აქვს შიგნით. მაგრამ კაკალი დიდგულოთ არ არის. ხედავთ აი მეგობრებო, აი რა გამოვიდა. აი ეს. და ერთ ხარეს ჩავთვალოთ აი ასე. ნახეთ? აჰა. მიხვდით ხო? ჩავსვით. შენ გენაცვალე მყნობა, მაგრამ მიყვარს. მამა ჩემმა მასწავლა მყნობა, მაგას ვენაცვალე ჩემ მამას. ესე იგი მეგობრებო, შემდეგი ეტაპი რაში რა ხდება შემდეგ ეტაპზე? ვიღებთ ესეთ ქილას, თუ ბოთლი ქვია თუ რა ქვია, ვეცდები ვითომ ქართულად ვილაპარაკო, მაგრამ არ გამომდის. სამწუხაროდ. აი ესე ვთვლით, რომ ჩამოვაცვათ ეს ბოთლი მეგობრებო და არ დაგავიწყდეთ. დღეს არის 17 მარტი. 17 მარტი. დღეს არის 17 მარტი. აი ასე ჩამოვაცვეთ მეგობრებო. ძირი ნაჭრით შემოვუფარგლეთ. ძირი რომ
რომ არ გაუვიდეს ის, რასაც ახლა მე ჩავყრე მეგობრებო. მე ძალიან უხეშად გაჩვენებთ მეგობრებო. ძალიან უხეშად და მე იმედია ბაღებში გააკეთებთ ნორმალურად და რასაც ქვია, რა ვიცი. მე გაჩვენებთ იმას, რაც ხდება საერთოდ. და კიდევ რა ხდება მეგობრებო? ზედაპირებზე, გადაჭრილ ადგილებზე საკმარისია ნებისმიერი საღებავი გავუსვათ. გადაჭრილებზე რომ არ ჩაუვიდეს ჰაერი და ასე შემდეგ. ნებისმიერ საღებავი. ეს იქნება ზეთოვანი, სინთეთიკური, არასინთეთიკური თუ ასე შემდეგ. ნახეთ რას ვაკეთებ? ნახეთ? აი. აჰა. ეხლა მაღლა კი არ ჩანს რაც გავაკეთე, მაგრამ მე გაჩვენებთ. ხო, მესამე ქვემოთ იმალება, მესამეს აღარ წავუსმევ. განგებ აღარ წავუსმევ. ეს რა თქმა უნდა, ესე გავწმინდით ასე. თითი. არ მომწონს ხოლმე საღებავებიანი ხელები და ასე შემდეგ. და დავიწყეთ მეგობრებო. დამასრულებელი ეტაპი. უბრალო მიწას მეგობრებო. უბრალო მიწას. აი ესე ვუკაკუნებთ რომ ყველა ადგილი შეივსოს. ყველა ადგილი რომ შეივსოს. და всё ეგ არის რა, პრინციპში ეგ არის. რომს გაიხარებს, მეგობრებო, ანუ რომ გაიხარებს, მე რა თქმა უნდა იქნება დოლგარმოი და დიმპიტაური. ой, блин, რა გავქნა. გამარჯობათ მეგობრებო. მოგესალმებით ყველას. ესე იგი ეს კაკალი ვამყენი 17 მარტი იყო და დღეს არის, ახლა ვეგეტყვით, დღეს გვაქვს 28 ივნისი. 28. ესე იგი როგორც ჩანს იხარა. მოდით ახლა გავხსნათ, ეს ბოთლი მოვაცილოთ და ვნახოთ შიგნით რა ხდება და რა ამ ბავშვია. აი ნაზარდი აქვს უკვე სადღაც 20 სანტიმეტრი. ახლა გავხსნით ამ სკოჩს. რა ვიცი, მეთქი იყოს დაფიქსირებული მაინც ნორმალურად. სკოჩი მივამაგრე სკოჩით. ეს ნაჭერიც მოვახსნათ. ესე იგი გავიდა სადღაც 100 დღე 17 მარტიდან ეს ნაჭერი იყოს და აი მოდით ჩავჭრათ აი აქ სადღაც აი ასე და ნახოთ რა ხდება შიგნით და როგორ წავიდა შეხორცება. ანუ ხილად მოვიტყდეს ეს ნაშრომი ვითარი ესე იგი აი რა ხდება მეგობრებო.
ესე იგი ვამყენით ჩვენ მაშინ 3 კალამი 1 2 3 ეს კალამი ნუ ახლა იავნად ეთყობა რომ არის უკვე გამხმარი ანუ ამან არ გაამართლა არც მიკვირს აი ნახეთ მაგრამ საბედნიეროდ მეგობრებო ორმა კალამმა წაიღო ორმა კალამმა ნორმალურად წაიღო გადავაცალოთ მიწები ამას ახლა რა თქმა უნდა მივაბავ ესე ხეზე რომ ქარმა არ მოგვიტეხოს მეგობრებო და აი როგორც ხედავთ ძირითა ესე იგი ძირის კვირტებმა გაიხარეს მაღლითი ეს მოძვრა არ ვიცი რატო მომძვრალა აი ამან გამოუშვა და აი უკვე მიწაში უჭირს, ანუ მიწა უკვე მოსაშორებელია, მეგობრებო, მოსაშორებელი იყო და რა ვიცი, კიდე მოგიხსენებათ რომ ამ წელს, ესე იგი, რა ვიცი, ბევრს არ ახსოვს, დაჟე ერთს ვკითხე 82 წლის კაცს, მეთქი ესეთი რამე თუ ხსმენია და თუ გინახია თქო და არაო, არ მახსოვსა ჩემ ცხოვრებაშიო, ესე იგი, კაკალმა გამოუშვა ნაზარდები 10 სანტიმეტრის ერთი ღამეც დაიჭირა 0 გრადუსი, ან -1, ან ნახევარი მინუსით და გაყინა, მოუყინა. ნუ საბედნიეროდ კაკალმა გამოიღვიძა ისევ გამოიტანა ხელახლა კვირტები. ამოხეთქა ესე ვთქვათ და ნუ არ გახმარა კაკლები ერთ სიტყვით ბოლომდე, საბედნიეროდ. ნუ მოგიხსენებათ ახლა ნიგოზი აღარ არის, არ იქნება ამ წელს, ანუ საერთოდ სულ გაყინა. და მოდით ახლა დავათვალიეროთ ჩვენი გახარებული კაკალი. ესე აი შეხედეთ მშვენივრად აქვს ფოთლები უკვე. აი ნახეთ. ანუ ეს არის და აი ვნახოთ დავაკვირდეთ რა ხდება აქ მეგობრებო, აი ნახეთ. ხედავთ ხო? აი ესეთი რამ. აი ეს ნაჭირი გავაცალოთ. ნუ რა ვიცი, დოლგარმოინდა დიმპიტაური შეგპირდით, მაგრამ მუსიკანტები არ წამომყვნენ, მომიტევეთ. ხო, ერთ სიტყვით ესე მეგობრებო. მთავარი ადამიანმა მოინდომო და ყველაფერი გამოდის. ანუ კაკალიც ემყნობა და ყველაფერიც ემყნობა, რასაც მოინდომებდა, რასაც ადამიანი რა ვიცი. გააქვს სურვილი ადამიანს რომ გამოგივიდეს. შეუბეროთ. ხო, ერთ სიტყვით ესე მეგობრებო, რა ვიცი. მე მგონი დასამატებელი არაფერი აღარა, თუ რამე კითხვები გაგიჩნდათ და მეცოდინება და შევძლებ პასუხისგაცემას რა თქმა უნდა გაგცემთ პასუხს და ასე შემდეგ. აბა ეხლა კარგად გძანდებოდეთ მეგობრებო და გისურვებთ წარმატებებს.